საქართველოს პროკურატურამ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წელს ჩატეხილი ხიდის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია აკორდ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 1.5 კილომეტრიანი მონაკვეთისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა 4 საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტ-ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1.172.529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზე თუ ხარისხოთ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3.899.678 ლარს. შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. სამშენებლო კომპანიის დირექტორს და პროექტის მენეჯერებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ბრალდება დაუსრებლად წარედგინა, რაც ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. ასევე დაუსრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ ინჟინერს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახით და ზომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით შუამდგომლობით სასამართლოს კანონის დადგენილ ვადაში მიმართავს. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით.